დღეს არის უმაგრესი დღე იღბლიანებო, რა თქმა უნდა. მოგესალმებით ავჭალის რაგბის სტადიონიდან, როგორც დაგპირდეთ, მზადებაშია, ხედავთ, სივრცე გვაქვს. ამინდი შესანიშნავი, მუსიკაც შესანიშნავი, მწვადიც შესანიშნავი. ლუდი დააგემოვნეთ. ნამცხვარი და მოკლედ შესანიშნავი დღე იწყება, როგორც დაგპირდით, ათიკა სპეშალი. ეს არის გამომწერების დღე იღბლიანებთან ერთად, რა თქმა უნდა. აბა ვნახოთ როგორი მაგარი დღე გამოვა. განწყობა არის ძალიან მაგარი, სარაგბო და აი ჯიგრული. ჩვენი სივრცე ნელ-ნელა ივსება. ტატო შემოგვიერთა, ლაფსკი შემოგვიერთა, ხალხი მოდის, სულშემატკივრები, გამომწერები, მწვადიც მოვიდა, ხედავთ. მაყალიც არის, აი ესეთი, ჩვენი შეფსარეული ბატონი დავითიც შემოგვიერთა, შეფის დამხმარეც. აგერ შემოგვიერთა და აი ძმაო, რა ჯობია გამომწერებთან ერთად, მწვადის და კაი ამბების, სარაგბო ამბების ცუქცუქს რა. მწვადი როგორი გვექნება, შეფ? წვნიანი და ცხიმიანი. როგორიც გვინდა. უკა მზადაა. მე მწვადის გურისთვის მოვედი. რეზიც მოვიდა. ახლა შეივსო ხალხი რა, გამომწერები, აი, ურდებიან, მოვიდა ხალხები, ბავშვები. ბიჭებო გენაცვალე. ფათაშორის ჩვენი აი ეს ლოგო, აი ამ კაცის გაკეთებული. რაგბის სწავლება. როგორ გამოვა პასი? ჩვენიერი პასია პირველი ჯერი, რა თქმა უნდა, აი. შესანიშნავი ხალხი მოვიდა და აი აგერ ხვდებიან უკვე ყველა ასაკის წარმომადგენელია ერთად შეკრებით. მოლოდინები გვაქვს კარგი გართობის, გემრიელი თაჩრაგბის და მერე გემრიელი მწვადის. აი ეს მწვადი უკვე მზარეუზია დამოკიდებული. რამდენჯერაც დავმგვალდებით, ეხა არის 10,000, 20, 30. რამდენი დამგვალებაც მოგვიწევს, მოკლედ იმდენი ესეთი ღონისძიება ჩატარდება, ან მსგავსი, სადაც ჩვენი გამომწერები ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. დამგვალებაზე ვიზრუნოთ ყველამ ერთად. გათამაშებები გეგმება თუ არა? გათამაშებები დღესაც იქნება და მოვანახულებ ხა ყველაფერს ამას ვიდეოში იხილავთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მოხვედით, რომ უყურებთ ჩვენ YouTube-ს, განსაკუთრებით პატარები, იმიტომ რომ მომავალი არის პატარების, რა თქმა უნდა, და დიდები, დიდები რას ვცდილობთ, რომ თქვენთვის კარგი სარაგბო გარემო შევქრათ, კარგი კონტენტი და კარგი რომ გიხაროდეთ რაგბი, ეგ უნდა შევქრათ რა. თვლით, რომ ჩვენი გამომწერები და ჩვენი მაყურებელი და ვინც კომენტარს გვიწერენ და ვინც ლაიქს გვიწერენ და ვინც სიყვარულს გვიზიარებენ, ეს აუცილებლად უკან უნდა დაუბრუნოთ, იმიტომ რომ ამის გარეშე არ არსებობს ბუმერანგივითაა, რაც მეც გასცემ მეტი მოგივა. ამიტომ ეს საღამო გეძღვრება თქვენ. ეს საღამო არის თქვენი. დავიწყებთ ცოტა ხანში ვითამაშებთ თაჩრაგბის და თაჩრაგბის თავისი წესები აქვს, რა თქმა უნდა. ბებრები უნდა გეთამაშოთ ახალგაზრდებს და უნდა ჩაგვიტაროთ გაკვეთილი. სრულწლოვნები ვინც ხართ, ძალიან გთხოვთ, ლუდი არის, მწვადი გზაშია, კი არა და მოვიდა და შეიწვება ცოტა ხანში და მე პატარებთან ერთად შემოგიერთებით, ვინც ვთამაშობთ, მაგრამ თელმოედანზე ახლა ბევრი ვერ დავეტევით რაციონალურად. დიდები გადავნაწილდებით პატარების წინააღმდეგ და შეცვლებს გავაკეთებთ ეტაპობრივად. Lucky Gents-ის ჩვენი მაისურები გვაქვს, თეთრები, შავებზე ვითამაშებთ რა და მოკლედ პატარებმა გააკეთეთ თქვენი გუნდი. კახა ჩაუდგება თქვენ გუნდს სათავეში. ბატონო კახა. მივესალმოთ კახას, კახა, სად არის კახა? იმიტომ რომ კახა არის ბავშვების წვდელი და ახალგაზრდების გუნდს კახა ჩაუდგება სათავეში. დიდების კაპიტანი იქნება ბატონი რეზი რა, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი გამომწერი.
მზად ვართ, გახურებულები ვართ, ჩვენი სახელი არის ნათელი იღბალი, ვეთამაშებით ბნელი იღბლის პატრონებს, შავმა ისურიანებს და ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს. გუნდები ხურდებიან, სიტუაციას გახურდა. კაი ამბავი გახურდა ძმა. აი ესე უნდა გამომწერების პატივისცემა. ნათელი იღბლიანები უგებთ ბნელი იღბლიანებს. დავიწყოთ რა, ესე ვთამაშოთ. არა, ნახევრამდე კაც. ორი ხელის დადებაზე ვთამაშობთ, თითოეულ გუნდს აქვს სამი შეტევა. სამ შეტევას თუ ვერ გამოვიძენოთ, მოწინააღმდეგეს გადაეცემა ბურთი, ბურთი თუ დაგვიორდება, ავტომატურად მოწინააღმდეგეს გადაეცემა. ფეხს არ უტყამთ არაფერი, ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მეტი პასი Pasi, გამოშალე, pasi. თამაში, უკან მოსულა. ორი კალი განდება, ვიცი, ორი. Pasi. Pasები, როგორ თამაშობ, pasები, სიტყვაში. გამოვედი თამაშიდან. პატარები მაგარ ენერგიაზე არიან. განახებთ ახლოდან ჩვენს გამომწერებს, გავესაუბროთ. მოგესალმებით. Lucky Gents-ის მაყურებელი ბრძანდება. კი ბატონო. რატო უყურებთ Lucky Gents? რა გვემიყვარს ყველაზე ძალიან და მაგით. Lucky Gents-ი კარგად გადმოსცემს რა გსო არა? თქმა უნდა, პირიქით პროფესიონალურად, თან ყველაზე კარგი ის არის, რომ საჯებს მიყავს ეს და უფრო პროფესიონალურად ხსნის ყველაფერს. აი ესეთი გამომწერები ყავს ჩვენ. დაიმახსოვრეთ ფინანსი მსაჯებს ეს ადამიანი. ვაიმე დედა. მადლობა ძალიან. ჩვენი გამომწერები ადგილზე არიან. უყურებთ ჩვენს YouTube-ს არა? რატო უყურებთ ჩვენს YouTube-ს? არემ ესეც გითხარი. რა მოგწონთ? რა შევცვალოთ? რა მოუმატოთ? კომბაგო 2021 წლიდან არ ვაცდენ. 2001 წლიდან. 2001. აი ესეთი სტაჟიანი გულშემატკივრები. მანამდე ხო ვიცოდეთ, აი რუსეთ-საქართველოს, ჩვენ საქართველოს-რუსეთის თამაში პირველად იყვავი და იმის მერე თითქმის ჩემი მეგობრებიც არ ვაცდენ. აი ესეთი სტაჟიანი და მაგარი გამომწერები ყავს რაგბის ვინ სიყვარული. თამადობ? გაიხარ. ესეც ჩვენი მეგობარი კომპანია სალომეს ბეიქერიდან, რომელსაც ვოლტზე ნახავთ და გემრიელესა ესეთი. ნამცხრებს აკეთებს, გამოგვიგზავნა სალომეს ძალიან დიდი მადლობა. ვისაც გულით უნდოდა და ვერ მოვიდა და უყურებთ ჩვენ არხს, გაგიმარჯვეთ. რა თქმა უნდა. ჩვენ არა მარტო მაგარი ფეშენებელური გამომწერებით ყავს აი ამ ჯინსის ფონზე, აი ესეთი ფეშენებელური გამომწერებით. მოიგე? მიზეზები არ ილევა, მოიგე და კიდე ერთ ჩანს ვაძლევთ ამ თავს, რომ დაკამბექცნე. თამაშობ ბიჭებო? მოიგე თუ წააგ? ჩემი გუნდი აგებს და აი მუსიკით თუ მივეხმარე.
მეგრების გუნდი დაგვნერდა. ჩვენი ისინი რა ქვია, ბომბარდირები. 15 ნომერზე დადგომა შენი იდეა იყო, ხო? ჩამწია. მოკლედ დავამარცხეთ მეგრები და ეხა უკვე ასპარეზს ვთმობთ პატარებს ერთმანეთში ითამაშებენ და ვნახოთ ერთი რა გამოწვევს. თქვენიერი ივენთი ამხელს ისე ყვარებია ის ყურება კი არა, თამაში არ ნებდებიან, აღარ მოდიან დაღამდა. წვადი არის მზად, მაგრამ ეს ხალხი მაინც თამაშობს. აბა რას გვეტყვი უფროსო? 20 წლიანი პაუზის მერე შვენიერია რა. 20 წლიანი პაუზის. ხო. აი ესე იცის YouTube-ის ყურებავს და Lucky Gents-ის subscriber-ობა 20 წლიან ესე თქვა ნეიბებს აღვიძებს რა. დაიღალე? ცოტა. შენ დაიღალე? შენ? არა, ვაფშე არა. ნახე რა მაგარი ბიჭებია. რა გიყვართ აბა ჩვენ YouTube-ში, რატო უყურებთ, გითხარი? სახალისოა ძალიან და ბევრი მოგზაურობები. მოგზაურობები კაია. რა გვიცხო არის? თვითენემი ინგლისი, საფრანგეთი. უელსი აბა რა. მაგარი ბიჭები ხართ, საო. კარგები ხარ. დაიღალეთ აბა? ათის მეტი შეიძლება შემდეგში მეტი შეიძლება. მამა მორაგვე, შვილი მორაგვე. ორივე YouTube-ის Lucky Gents-ის მაყურებელი გენაცვალე. დაიღალეთ ბიჭებო. კი, სასიამოვნო იყო რაც თავარი. მოდი ეხლა წვადისკენ გადაინაცვლეთ. არასრულწლოვნები ლუც არ სვავთ. მიუხედავად იმისა, რომ მე 13 წელს დავიწყე. ლუდისმა. მადლობა ურტონას იმისთვის, რომ დღევანდელ ლამაზ დღეს გულამაზებს უკვე 10 წელია ეს სტუდი ხარშება თბილისში. ამ ზაფხულის ცხელ დღეებში ჩაგიტყბარუნებთ და ჩაგიგრილებს პირხახას უგემრიელესი ურტონას გაუფილტრავს, მიეძალეთ, ჩემი რჩევა იქნება. Nice. ერთობა ხალხი, კაი სიტუაცია. აი, მინდა რომ ეს იყოს ტრადიცია და რავი, აი ეს სიტუაცია რა ხე. მინდა რომ გამომწერები ესე ვაღად და ბედნიერად იყვნენ ამ გარემოში, სარაგო გარემოში და ყველა რაგზე საუბრობდეს და არა რაღაც ხალხსაკეთებს. გამარჯობა. თუ შეგიძლიათ გვაჩვენოთ YouTube-ზე ნამდვილად გაგითვალა გამოწერილი ექსპერტების არხი. გამოწერილი თუ გაქვთ Lucky Gents-ის არხი? ამაშიც წესები არის შემდეგი. არის მევა კითხვა, სადაც ორი სავარაუდო პასუხი. თუ ვფიქრობ, რომ არის სავარაუდო ორი პასუხი. თუ ვფიქრობ, ორი პასუხი არის თავი. თამაშისთვის მზად ვართ, ესე იგი. კითხვა დაისმევა და მოისმენთ ორ პასუხს. თავი ეს არის, კუდი ეს არის და გააკეთებთ პოზიციას. არასწორი პასუხის შემთხვევაში თუ არასწორი ილეთი გაქვთ არჩეული, უნდა დაждდეთ რა. კითხვა ნომერი პირველი. რომელ ქალაქში გაიმართა ბორჯღალოსების პირველი ტესტი ზიმბაბვესთან? თავი თბილისი, კუდი ქუთაისი. თავი დაждდეს. თამაში იყო ქუთაისში. ვინც გავართ, თამაშობთ. გადმოვიდეთ აქეთკენ, რომ კარგად დავინახო რა. შერკინების დროს რომელი ნომერი ეჭიდავება კისრით ერთდროულად ორ მოწინააღმდეგეს? თავი 3 ნომერი, კუდი პირველი ნომერი. კუდი დაждდეს. შემდეგი კითხვა. რომელ წელს გარდაიქმნა ხუთიერი 6 ერად? თავი 2000 წელი, კუდი 2001 წელი. კუდი დაждდეს. კიდე კაი არ დაგიჯერეთ. შემდეგი კითხვა. რა ეწოდება თასს, რომელიც სამაშთება ინგლისსა და შოტლანდიას შორის? თავი კალკუტას თასი, კუდი ჩერჩილის თასი. კუდი უნდა დაждდეს. კუდი უნდა დაждდეს. სწორი პასუხია კალკუტას თასი. რაც ყველა მიცის. კაი. შემდეგი კითხვა, ცოტა რთული კითხვა. ტუილაგების ოჯახიდან რამდენმა ძმამ ითამაშა რაგბი? თავი 5 ძმამ, კუდი 6 ძმამ. თავი დაждდეს? რამდენი არის აგივარ? გამარჯვებული.
სირთულეა მეხუთე კითხვამდე ვივედი ძლივ 15 კითხვა იყო ლისტში რა. სერგო არის გამარჯვებული. სერგო გაქვს შანსი რომ სეტი შეკრაცო. კარგი, ვაგრძელებთ ესე იგი. ვითამაშოთ? მესამე რაუნდი. ვაგრძელებთ ესე იგი. წავედით. ვინ არის მსოფლიო რაგბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ცენტრალური მსაჯი? თავი ვეინ ბარსი, კუდი ნიკა ამაშუკელი. 1 2 3 კუდი დაждდეს. 6 თვით მაჯობა ვეინმა რა. 1 2 3 კუდი დაждდეს. კითხვები ამომეწურა, მაგრამ კითხვას დაგისმევთ რა. აი, მადლობა ყველას. მოკლედ ნელ-ნელა იწურება ჩვენი შესანიშნავი საღამო და ბავშვებთან ერთად შევარდები ახლა სათამაშოდ ცოტა ხანი. მადლობა ჩვენ მასპინძლებს ამაშას და აბურას. წარმატება ამ საქმეში 10000 ეს მხოლოდ დასაწყისია. Limit is the sky როგორც ითქვი. არ გამოგდეს და ქართულად თქვი. გაუბარდე. ეს შესანიშნავი დღეც მიილია, ბედნიერები ვართ ჩვენ და ის ადამიანები, ვინც აქ იყვნენ, რაგბით მოწამლულები, რაგბით შემთვრალები მიდიან და ტოვებენ ავჭალის. არა მარტო რაგბით, ვისაც შემთვრალები მიდიან და ტოვებენ. მადლობა უნდა უთხრათ ამ ხალხს, რომ მოვიდნენ ჩვენთან და ეს თავისი სიყვარული გაგვიზიარეს და იმედია რომ ჩვენთანაც იგივე მიიღეს ანალოგიურად. გამომწერებს ეკუთვნოდათ ეს Lucky Gents-მა ის დააბრუნა ჭყალებში, რა თქმა უნდა, ის სიყვარული და ის ემოციები, რასაც ყოველთვის გვიზიარებთ კომენტარებში და ლაიქებში და წინ ძალიან მაგარი და ბევრი ამბებია. გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ აი ესეთი გამომწერების არხი ვართ ჩვენ. გამომწერების არხი ვართ, კი ბატონო.